წყლის ისტორია თვითონ მისი აღმოჩენის არის ერთ-ერთი საინტერესო. აქ დაიწყო გათხრები მოტივით თითქოს ამ ადგილას უნდა აღმოეჩინათ ნავთობი. ეს ხდება 90-იან წლებში და მე მახსოვს უზარმაზარი ჭაბუკილები როგორ იდგა აქ და როგორ მუშაობდა, სერიოზული ჯგუფი იყო ჩამოსული, მათ შორის საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქები. აღმოაჩინეს ნავთობის მაგალითად მინერალური წყალი. თუმცა მე მგონი ჩვენთვის ეს ჯობდა სამკურნალო თვისებებითარი და მას ყავს ძალიან ბევრი მომხმარებელი მთელი საქართველოს მასშტაბით. და რაც ჩვენ ძალიან გვიყვარს ეს მინერალური წყალი. ამდენად მისი პოპულარიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. და სულ 50 მეტრში დაახლოებით არის მინერალური წყალი, ხო? ნუ ჩვენ ვარქმევთ მას სახეს, რამდენად ჩვენ ვიქნებით ალბათ ამ წყაროს ნათლია თუ შეიძლება ითქვას და გვინდა რომ ბანერი ინგლისურ ქართულ ენოვანი დაიდგას სწორედ ამ ადგილას, რომ მომავალი ტურისტი, რომელიც მრავლად მოდის წლის განმავლობაში, მისთვის იყოს ცნობადი, რომ ამ ადგილას არის მინერალური წყალი. და ეს იყოს პოპულარიზაციისათვის, მინერალური წყლის პოპულარიზაციისთვის გვინდა რომ დავდგათ ბანერი. აქ ხდებით და თქვენც ხედავთ, რომ გზა არის საშინლად მოუწესრიგებელი. მისასვლელი გზა არის მთლიანად დატბორილ მდგომარეობაში, ამიტომ მომავალი წლისთვის იქნებოდა ჩვენ გვაქვს მხარდაჭერა გამგეობიდან, რომ მომავალი წლისთვის იგეგმება რეაბილიტაცია ამ ტერიტორიას და კეთილმოწყობაც და ჩვენ დიდი სიამოვნებით ეს მადლიერების გზნობით მივიღეთ, როგორც მხარდაჭერა და დიდ მადლობას ვუხდით მათ და რა თქმა უნდა პროექტის განხორციელების შემდეგ ჩვენ ვიქნებით ალბათ ისე ვაკონტროლებთ ამ სიტუაციას, რამდენად გაკეთდება თუ არა. ჩვენ სკოლაში საჯარო სკოლაში წელიწადია სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბებულია სამოქალაქო ხალხური, რომელშიც გაწევრიანებული არიან მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები. თვითმკვლელობის ლიდერი კი ახლავთ მე-11 კლასის მოსწავლე ანა ახვლედია. კლუბებს ემატება სხვადასხვა ღონისძიებებთან და მშენებლობათა დაკავშირებით აქტივობების და პრეზენტაციების განხორციელება. წერს კი, როდესაც პროგრამის მომავლის თაობის ფარგლებში გამოცხადდა მცირე საგრანტო კონკურსი, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის ხალხისაგან, USAID-ისაგან, ჩვენმა ბავშვებმა ჩვენი სამოქალაქო განათლების საგნის ქალბატონი შორენა ფურასბედიანის პედაგოგის ძალისხმევითა და ძალიან დიდი უშუალო დახმარებით მოამზადეს და განახორციელეს პროექტი მინერალური წყალი ხოხო. აი ეს წყარო ჩვენ სოფელში რამდენიმე წელიწადია მოედინება, რომელიც დადასტურებულია, რომ არის ბორჯომის ტიპის და მას მოსახლეობა სამკურნალოდაც მოიხმარს. მაგრამ პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ აი ამ წყაროს შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ჩვენ სოფელში და მიმდებარე მოსახლეობისათვის იყო ცნობილი, მაგრამ ჩვენ გადაწყვეტეს, რომ ეს ყოფილიყო ცნობის სახით გავრცელებული და აქ მოსული ტურისტისათვის ყოფილიყო დაინტერესება იმისათვის, რომ ეს წყარო იყოს გავრცელებული და მოსახლეობა მოიხმაროს ძალიან დიდი რაოდენობით. ჩვენმა ბავშვებმა
ძალიან მონდომებულები და მობილიზებულები იმისათვის, რომ პროექტი განხორციელებულიყო. ამისათვის ჩვენმა პედაგოგმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ქალბატონმა შორენა ფურასბედიანმა ძალიან დიდი ძალისხმევა გაასწია. მან ბავშვების დახმარებით მოამზადა და დაწერა პროექტი, რომლის განხორციელებაშიც მას მართლა ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. მინდა გითხრათ, რომ მან მთელი სული ჩადო ამ პროექტში იმისათვის, რომ პროექტი მომზადებულიყო და განხორციელებულიყო. და მოხდა ისე, რომ ჩვენმა პროექტმა გაიმარჯვა, მოვიგეთ გრანტი $450 ფარგლებში, რისი განხორციელებაც ალბათ ბოლომდე იქნება მაშინ მიყვანილი, როდესაც ჩვენი მოსახლეობა აი ამ პროექტის შესახებ სრულად იქნება ინფორმირებული, ტურიზმი მოვა და მოიხმარს აი ამ წყაროს. ეს არის მართლა ძალიან კარგი мотиваცია და მასტიმულირებელი ბავშვებისათვის, მოსწავლეებისათვის, იმისათვის, რომ დავინახოთ და დაფასდეს შრომა. ანუ ბავშვები ხედავენ იმას, რომ შრომას და მონდომებას რამხელა წარმატებების მოპოვება შეუძლია. ძალიან დიდი